ამერიკული ფარას სახელით რუსული კანონი ძალაში გუშინ შევიდა, უკვე ამოქმედებულია ის პორტალით, რომელსაც უცხოური აგენტების აქტი და რეესტრი ეწოდება, სადაც შეუძლიათ რომ გაიარონ იმ ადამიანებმა რეგისტრაცია, ვინც ფიქრობს რომ არის აგენტი და იღებენ დაფინანსებაცაც საზღვარგარეთიდან. ვიცით რომ ამ კანონს და მთლიანად ამ რეესტრს უნდობლობას უცხადებს და ბოიკოტს აცხადებენ ამ ქვეყანაში მოქმედი ყველაზე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, ის ორგანიზაციები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ქართული ოცნებას სამიზნეში ყავს ამოღებული და ებრძვიან ყველა ძალით და მეთოდით. სწორედ ამიტომ ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომ ეს არის სპეციალურად მათი გაჩუმებისთვის და არ მხოლოდ მათთვის, არამედ ზოგადად კრიტიკული აზრის ჩასახშობად მოფიქრებული კანონი, რომლის მთავარი მიზანიც არის, რომ საქართველო დაემსგავსოს ისეთ ავტორიტარულ რეჟიმს და ისეთ ქვეყანას, სადაც კრიტიკული ხმები აღარ ისმის ხელისუფლების მიმართ და მკვდარია თავისუფალი სიტყვაც, ამიტომ ავლებენ პარალელს არასამთავრობო ორგანიზაციებში რუსეთთან, სადაც სწორედ ასე მოხდა თავისუფალი სიტყვის ჩახშობა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს თითქოს ეს არის ამერიკული ფარას ანალოგი კანონი, ამ კანონში ძალიან ბევრი ნაღმია ჩადებული, ამ დრომდე ძალიან ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ ეს კანონი არის მეორე რუსული კანონი, უფრო მკაცრი რედაქციით მიღებული, რომელიც ახლა უკვე არამხოლოდ მარტო ჯარიმას, არამედ პატიმრობასაც ითვალისწინებს რამდენიმე წლით, თუ მაგალითად რომელიმე ორგანიზაცია უარს იტყვის, რომ საკუთარი თავი გამოაცხადონ აგენტად. მთავარი პირობა, რომელიც არის იმისთვის, რომ ამ კანონს მოერგოს კონკრეტული ადამიანი, არის შემდეგი, რომ ფიზიკური პირი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იღებდეს უცხოეთიდან დაფინანსებას და როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, ეს ორგანიზაცია უნდა ატარებდეს უცხოურ ინტერესს და პოლიტიკურ პროცესებზე უნდა ჰქონდეთ გავლენა. შესაბამისად, ეს არგუმენტი არის მიუღებელი მესამე სექტორისთვის, რადგან როგორც თავად ამბობენ, ისინი დაფინანსებას თუ იღებენ უცხოეთიდან, დონორებისგან, ეს დაფინანსება ხმარდება საქართველოს მოქალაქეებს, მათ ამ ორგანიზაციებს აქვთ საკუთარი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგში არიან ხელშეუხებლები და არავინ აძალებს მათ რაიმე გაკეთებას, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პოლიტიკურ პროცესს თუნდაც. თუმცა, ვიცით რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არიან კრიტიკულად განწყობილი ქართული ოცნების მიმართ და შესაბამისად მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ სწორედ მათ გასაქრობად მოიფიქრა ქართულმა ოცნებამ მეორე რუსული კანონი. და რაც ყველაზე მთავარია, ამ კანონის აღსრულება დაავალეს ანტიკორუფციულ ბიუროს, იმ ბიუროს, რომელიც ამ დრომდე მალავს დეკლარაციებს საჯარო მოხელეებისა ქართული ოცნების მხრიდან. ანტიკორუფციული ბიუროს მუქარა რასაც ის ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებასთან მიმართებით აჟღერებს, რა თქმა უნდა შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ფიზიკურ პირს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს და საზოგადოებრივ ორგანიზაციასაც როგორც იურიდიულ პირს. ვაჟდენ კუპრაშვილი გვეუბნება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თუ კი საქმიანობა გარკვეულ პოლიტიკურ დღის წესრიგზე შეიძლება ახდენდეს გავლენას, მას აქვს რეგისტრაციის ვალდებულება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ ძალიან ფართო ინტერპრეტაციაზე და ძალიან ბევრმა ქვეყანამ, არადემოკრატიულმა ქვეყანამ, მათ შორის ეს კანონი, ამერიკული ფარა გამოიყენა სწორედ თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამერიკაში ფარა არ გამოიყენება ამერიკული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების და ამერიკული მედიის მიმართ. შესაბამისად, ის ანალოგიურად არ შეიძლება იქნეს გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის მიმართ. ეს არის ჩვენი პოზიცია, ჩვენ არ ვაკმაყოფილებთ იმ კრიტერიუმებს, რომელიც არის დადგენილი ეგრეთ წოდებულ აგენტებთან მიმართებით, ჩვენ არა ვართ აგენტი. ის ინტერპრეტაცია, რომელსაც აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო და რომელიც არანაირად არ ეფუძნება არც ამერიკულ სამართალს და არც ამერიკულ პრაქტიკას, დიახაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, არამედ ბევრად დიდი დაფარო აქვს და ფიზიკურ პირებამდე მიდის, იმ პირებამდე მიდის ეს განმარტებები, რომლებიც უბრალოდ უცხოეთიდან გარკვეულ შემოსავალს იღებენ. მათ შორის კომერციული საქმიანობის ვარგლებში ბიზნესს უქმნის, რა თქმა უნდა, პრობლემას.
დამტკიცებული რუსული კანონი ამით არ სრულდება. ახლა ამოქმედებულია ასევე ქვეყანაში ეგრეთ წოდებული საბჭოთა დანოსები და დასმენები. ანუ შეუძლიათ მაგალითად იმ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ სხვა ადამიანის შესახებ ინფორმაციას, რომ ისინი უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, დაასმინონ სხვა ადამიანი, ანუ მეზობელს შეუძლია რომ მეზობელი დაასმინოს, მეგობარს შეუძლია რომ მეგობარი დაასმინოს და ასე იძულების წესით აიძულოს ის რომ გაიაროს რეგისტრაცია უცხოური აგენტების რეესტრში. ეს უკვე შეფასებულია როგორც ერთგვარად საბჭოთა მეთოდი და შურისძიების კიდევ ერთი ახალი მექანიზმი რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ვიცით რომ ამ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, პროდასავლური ორგანიზაციების ნაწილი ასაჩივრებენ სტრასბურგის სასამართლოში, ითხოვენ ამ კანონის დაუყოვნებლივ შეჩერებას, რადგან ფიქრობენ რომ ეს არის მეორე ახალი რუსული კანონი. ეს კანონი რომ მოფიქრებულია არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია ორგანიზაციების გასანეიტრალებლად, ამის შესახებ საუბრობენ ასევე ევროპელი ლიდერებიც, მათ შორის გუშინ ქართულ ოცნებას წამოეწია კაია კალასის და მარტა კოსის საკმაოდ კრიტიკული განცხადება, სადაც მათ ჩაწერეს, რომ დაუყოვნებლივ არის კანონი გასაუქმებელი, რადგან ის პირდაპირ არის დემოკრატიის წინააღმდეგ და ახშობს ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას. ჩვენ ამ დრომდე არ მოგვისმენია ქართული ოცნებისგან, რა გეგმა შეიძლება გქონდეთ მათ, დაიხევენ თუ არა რაიმე თუნდაც ერთი ნაბიჯით უკან. ვიცით მხოლოდ ის, რომ რაჟდენ კუპრაშვილი იმუქრება და მისი მთავარი სამიზნე ბუნებრივია იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მადლობა გუგა, ეს გუგა არჩვეძე იყო.